15 საათს და 30 წუთის შემდეგ კვლავ გაქვთ საშუალება იმისა, რომ რადიო იმედის ეთერში მოისმინოთ გადაცემა კიბერუსაფრთხოება, რომელსაც წარმოგიდგენთ კასპერსკი და გაქვთ საშუალება, რომ მოიგოთ არაერთი პრიზი. თქვენ შეგიძლიათ გვისმინოთ რადიო მიმღებში და ასევე გვიყუროთ სოციალური ქსელის მეშვეობით, მაგდის IP ტელევიზიის 53 არხზე, იმედი ჯიზე, მაი ვიდეო ჯიზე და ვინც ახლა თქვათ პირდაპირ ეთერში გვიყურებთ სოციალურ ქსელში, ამჩნევთ რომ რამდენიმე საჩუქარი დაგვრჩა უკვე და ის ვინც დღესაც სწორ პასუხს გაგცემს ექნება საშუალება რომ აიღოს ერთ-ერთი საჩუქარი და მისი საკუთრება გახდეს. ტრადიციულად ჩვენ ვსვამთ ძალიან მარტივ კითხვას და მარტივ კითხვაზე სწორი პასუხის შემთხვევაში შეგიძლიათ აარჩიოთ დარჩენილი საჩუქრებიდან ერთ-ერთი და ზარის მიღებას ჩვენ გამოვაცხადებთ გადაცემის მიწურულისკენ. როგორც უკვე იცით, ამ გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია კასპერსკი, რომელსაც არაერთი პროდუქტი გააჩნია იმისთვის, რომ ჩვენი კიბერუსაფრთხოება იყოს დაცული და მაღალი დონისა ციფრულ სამყაროში და მისი ერთ-ერთი პროდუქტი გახლავთ Small Office Security, ეს წარმოადგენს კომპანია კასპერსკის იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც მცირე ბიზნესი ოპტიმალურად არის დაცული. ეს კარგი ინსტრუმენტია იმ კომპანიებისთვის, სადაც მუშაობს 25-მდე თანამშრომელი და ამ პროდუქტით და ამ სერვისით დაცულია კომპიუტერები, ლეპტოპები, ფაილები, სერვერები და მობილური მოწყობილობები. მოკლედ თვითონ დასახელებაც გასაგებს ხდის Small Office Security, მცირე ოფისების კიბერ დაცულობაზეა გამიზნული ეს პროდუქტი, ის კონკრეტული, რომელზეც ახლა გამომახვილია ყურადღება და რომელსაც წარმოგიდგენთ კომპანია კასპერსკი. ახლა კი გთავაზობთ სანამ ზარს მივიღებთ და გავათამაშებთ პრიზს, ინფორმაციები მოვისმინოთ იმ ტექნოლოგიურ განვითარებასთან მიმართებაში, რასაც ელექტროენერგიის და ზოგადად ენერგიის აკუმულირება, მისი შენახვა გულისხმობს. მოგეხსენებათ, რომ ერთია ენერგიის მოპოვება, ხოლო მეორე გამოწვევა, რაც გაგვაჩნია თანამედროვე რეალობაში, მოპოვებული ენერგიის რაღაცა პერიოდით შენახვა, რომ მისი გამოზოგვა და დროთა განმავლობაში გამოყენება მოხდეს. ენერგიის აკუმულირების ევროპაში ყველაზე დიდი ელემენტი შოტლანდიაში ამოქმედდა. ჩინელები ენერგიის შენახველი მსოფლიოში უდიდესი სისტემის საუდის არაბეთში დამონტაჟებას გეგმავენ, ხოლო იაპონელებმა ამასობაში დამუხტვის ისეთი პორტატული მოწყობილობა წარმოადგინეს, რომელიც ნატრიუმ იონურ ელემენტებზე მუშაობს და არა ტრადიციულ ელემენტებზე. სანამ ენერგიის შემნახვალ ელემენტებზე ვრცლად ვისაუბრებ, დასაწყისში მრავლის თქვილ საკითხზე მოგაწვდით ინფორმაციას. ამერიკის შეერთებული შტატების ენერგობალანსში მზისა და ქარის ენერგიის რაოდენობა ნახშირისგან მიღებული ენერგიის მოცემულობას და მონაცემებს რაოდენობას გადააჭარბა. 2024 წლის მონაცემებით ამერიკის შეერთებული შტატების ენერგობალანსში გამომუშავებული ენერგიის პროცენტი 15 შეადგენდა, ანუ 15% იყო ის ელექტროენერგია, რაც ნახშირით გამოიმუშავეს შტატებში, მაშინ, როდესაც შარშან ქარისა და მზის ელემენტების ჯამური მოცემულობა 17% იყო. სულ რაღაც 2% გაასრო ქვანახშირს, მაგრამ მზისა და ქარის ენერგიის ამ მოცულობით გამოყენება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ეს მრავლის თქველი ინფორმაცია და ეს ის ტენდენცია, რომელიც არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში შეინიშნება განახლებადი ენერგიების მეტად გამოყენების თვალსაზრისით. ამ მხრივ საკმაოდ სერიოზული გრძელვადიანი სტრატეგიები გააჩნია არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებს, არამედ მათ შორის თქვათ გალფის ქვეყნებსაც და კონკრეტულად საუდის არაბეთს. ამაზე მოგვიანებით ვრცლად ვისაუბრებთ. ახლა კი დავუბრუნდეთ იმ ინფორმაციას, რომელიც შოტლანდიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისტემის ამოქმედებას მოიცავს. აქ გახსნილი დიდი ელემენტი, ამოქმედებული დიდი ელემენტი, რომელიც რაღაცა პერიოდის განმავლობაში მოახერხებს ენერგიის შენახვას, ჯამში შეძლებს, რომ 400 მეგავატი საათში ენერგია
შეინახოს და ამითი ისინი ეცდებიან რომ გაზარდონ ელექტროსიმძლავრე შოტლანდიისა ჩრდილოეთით შოტლანდიისა მოეწყო ეს დიდი ელემენტი დღეისთვის მას შეუძლია რომ იქვე არის სადგური სადაც გამოიმუშავება 200 მეგავატი ხოლო თავად ელემენტს როგორც უკვე გითხარით საათში 400 მეგავატის შენახვა შეიძლება საინტერესო დეტალი გახლავთ ის რომ 2026 წლისთვის მათ უნდათ კიდევ უფრო გაზარდონ სიმძლავრე აკუმულირებისა დიდ ელემენტებში და ამ მოცემულობით ისინი შეძლებენ ელექტროენერგიით უზრუნველყონ შენახული დაზოგილი ენერგიით 3 მილიონზე მეტი სახლი 2 საათის განმავლობაში. ანუ მსგავსი სისტემის განვითარება სერიოზული რამე ახლა გასაგებია რომ მხოლოდ 2 საათით მოიმსახურება ენერგიის შემნახველი ელემენტი 3 მილიონზე მეტ სახლს, მაგრამ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად 3 მილიონიც რაოდენობაში გაიზრდება და 2 საათიც დროში. ეს უკვე დროის საკითხია. აქვე გეტყვით რომ ეს ობიექტი განსხვავდება მანამდე ინგლისში აგებული ობიექტისგან სადაც მსგავსი ენერგიის დამზოგავი ელემენტი კომპანია Tesla-სთან ერთად ააგეს და სხვათა შორის დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრი ძალიან დადებითად გამოეხმაურა შოტლანდიაში გახსნილ ზემოაღნიშნულ პროექტს და აღნიშნა რომ მინიმუმ დიდ ბრიტანეთში განახლებული ენერგიის მიღებისა და მისი შენახვის ტექნოლოგიები კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს და ამ მხრივ ისინი მეტ ძალისხმევას გაიღებენ. რაც შეეხება იმ თემას, რომელიც ენერგიის შენახვას გულისხმობს, აქვე გეტყვით, რომ ეს შოტლანდიაში გახსნილი შემნახველი ენერგიისა ევროპაში არის ყველაზე დიდი. თუმცა სოფლიოში ყველაზე დიდი ელემენტი საუდის არაბეთში მოეწყობა და იქ მაღალი მაჩვენებლით გამორჩეული სისტემების შექმნას უკვე ეცდებიან ჩინელები. იმიტომ რომ მათი ინტერესი ამ შემთხვევაში ემთხვევა საუდის არაბეთის ინტერესს, რომელსაც როგორც უკვე აღნიშნე, ევროპული ქვეყნების მსგავსად გეგმაში აქვს, რომ 2030 წლისთვის მაქსიმალურად დიდი რაოდენობით გამოიყენოს განახლებადი ენერგიისგან მიღებული ენერგია და საუდის არაბეთში ჩინელები ელექტროენერგიის შემნახველ სისტემებს ჩინელებთან ერთად დააგებენ. ამ შემთხვევაში ჩინელებში გულისხმობთ კომპანია BYD-ს. ეს ძალიან დიდი კომპანია, რომელიც მოცულობით საქმიანობას ეწევა იგივე ენერგეტიკულ მიმართულებაში და მათ შორის ამ ბრენდის, ამ სამი ასოთი წარმოდგენილი ლოგოტიპით დამშვენებული არაერთი მანქანა და ელექტრომანქანა უკვე მსოფლიო ბაზარზე გამოვიდა და ჩინელთა აკუმულატორების ელექტრომანქანების თუ ელექტროენერგიის ეფექტიანად გამოყენების თვალსაზრისით დემონსტრირების ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. ამასობაში მოგეხსენებათ, რომ ინტერესი ელემენტების ზომების შემცირებისა და მათი ეფექტიანობის გაზრდისა იზრდება და ამ მხრივ საინტერესო არის იაპონელთა შემოთავაზება, რომლებმაც ამასწინაც წარმოადგენს ერთი საინტერესო პორტატული დამტენი, რომელიც არ იქნება სტანდარტული და გახლავთ ამ შემთხვევაში იონურ ლითიუმზე მომუშავე ელემენტი და იგი განსხვავდება სხვა ტიპის ელემენტისგან, რომელსაც ჩვენ აქამდე ვიცნობდით. საქმე იმაში გახლავთ, რომ მათ ამ ელემენტებს არ ეშინია გრძელვადიანი მოქმედებისა, ანუ მედეგია, როგორც სიცივესთან მიმართებაში, ამავე დროს მასში დაგროვებული ენერგია უფრო დიდხანს შეინახება სიცივეში, სიცხეში და იონურ ლითიუმის ელემენტებისგან ფრიად განსხვავდება. ეს უკვე გახლავთ ნატრიუმისა და ნატრიუმ
ნატრიუმზე აგებული ელემენტი, ნატრიუმი როგორც აქტიური ლითონი ბუნებაში თავისუფალი სახით არ გვხვდება, იგი ნაერთების სახითაა ბუნებაში, თუმცა ნატრიუმი ნაერთების სახით მრავლადაა გავრცელებული და ამიტომაც ნატრიუმ იონური ელემენტები დიდი ალბათობით ალბათ დროთა განმავლობაში შეიძლება გახდეს ის ელემენტი, რომელიც ჩაანაცვლეს დღემდე არსებულ სხვა ტიპის ელემენტებისგან, რომლებიც ზომაში თუ სიმძიმის მედეგობისა თუ ეფექტიანობის თვალსაზრისით არც ისე დიდია და ასევე ზომებში და სიმძიმებშიც მათ გარკვეული სირთულეები გააჩნიათ. მოკლედ ეს ზოგადი მიმოხილვა ელემენტებთან და ენერგიის დაზოგვასთან დაკავშირებით და ეჭვი მაქვს დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი კიდევ უფრო განვითარდება და ჩვენც ამ თემას მოგვიანებით დაუბრუნდებით. ახლა კი უკვე ჩვენი საეთერო დრო უახლოვდება მიწურულს და ის დროა, როდესაც ზარის მიღება უნდა გამოვაცხადოთ ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 ან 292 11 99, სადაც ვინც ახლა დაგვირეკავთ, გაქვს საშუალება რომ პრინციპში ძალიან მარტივ კითხვაზე ტრადიციულად გაგვცეთ პასუხი იმისთვის რომ აქ წარმოდგენილი პრიზებიდან ერთ-ერთი თქვენი საკუთრება გახდეს. მე მგონი მსმენელია ხაზზე მანიშნებენ. გამარჯობა, გესმით ჩვენი ხმა? გამარჯობა, დიახ, გესმენთ. მადლობა რომ გვერთვებით პირდაპირ ეთერში. თქვენ გვიყურებთ თუ გვისმენთ? დიახ, გესმენთ. გასაგებია. მაშინ კი, ჩვენ გვესმის თქვენი ხმა, უბრალოდ გეტყვით რომ თქვენ გექნებათ არჩევანი არაერთი პრიზისგან, ხმის გამაძლიერებლები, მაუსი, მახსოვრობის ბარათების რამდენიმე ვარიაცია გაგვაჩნია და ახლა მე დავსვამ კითხვას და სამ სავარაუდო პასუხს გეტყვით და ამ სამი სავარაუდო პასუხიდან თქვენ უნდა შეარჩიოთ სწორი პასუხი იმისთვის რომ ერთ-ერთი ნივთით გახდეს თქვენი საკუთრება. მზად ხართ? დიახ, გესმენთ. გასაგებია. რას წარმოადგენს კომპანია კასპერსკის გადაწყვეტილება სახელწოდებით Small Office Security? პირველი ვარიანტი პასუხისა იცავს Wi-Fi-ის თქვენს ოფისში, მეორე ვარიანტი პასუხისა მცირე ბიზნესის ოპტიმალური დაცვა, მცირე კომპანიებისთვის, სადაც 25-მდე თანამშრომელი მუშაობს და მესამე ვარიანტი პასუხისა სპეციალური ანტივირუსული პროგრამა, რომელიც იცავს თქვენს მოწყობილობებს ყოფილებისგან. რომელია სწორი? თუ თავიდან გვისმენთ, წესით მივხვდებით. პასუხია მეორე. დიდი მადლობა. და გილოცავთ თქვენ მოიგეთ პრიზი, დარჩით ხაზზე და ეთერს მიიღებთ ინფორმაციას თუ როგორ უნდა დაიღოთ თქვენ მიერ მოგებული ამ პრიზებიდან ერთ-ერთი. მადლობა, მორიგი პრიზი გავათამაშეთ, კიბერუსაფრთხოება. დღევანდელი გამოშვება ამ გადაცემისა დასრულებულია. დროებით.